Am წუთებში კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია იმართება კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ ტარდება. კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებს და თემატურ დისკუსიებს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი. სოფო ბერიძია დეტალებით პირდაპირ ეთერში. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებულ რთულ რეალობაში საქართველოს როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და განვითარებული ინფრასტრუქტურა საქართველოს მნიშვნელობას ზრდის შუა დერეფანში და მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ ამ როლის კიდევ უფრო გაძლიერება სჭირდება არა მხოლოდ ფიზიკური დაკავშირებადობა, არამედ ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტური კაპიტალის ბაზარი. კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის დისკუსიის აუცილებლობაზე საუბრობდა დღეს ასევე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი დისკუსიები არის აუცილებელი შემდგომი განვითარებისთვის. დღეს მთავრობის მეთაურმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით აქვს და აღინიშნა ის, რომ არსებულ რთულ რეალობაში საქართველოს ეკონომიკის განვითარება არის მდგრადი და მზარდი. ჩვენ ცხოვრობთ მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებების პერიოდში, სადაც მსოფლიოს ერთ ნაწილში მიმდინარე მოვლენები მყისიერად მოქმედებს ენერგიის ფასებზე, ხოლო მეორეში მოწოდების ჯაჭვებსა და განვითარებად ბაზრებზე. ამ რთულ გარემოში საქართველოს როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ინფრასტრუქტურის ამჟამინდელ განვითარებასთან ერთად შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლად წარმოგვაჩენს, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს და მის ფარგლებსაც სცდება. ამ როლის ხელშეწყობა მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ დაკავშირებადობას, არამედ ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტური კაპიტალის ბაზრების განვითარებასაც. საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება ეროვნული პრიორიტეტის უმთავრესი ნაწილია. კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. ამავდროულად კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. სიამაყით შემიძლია გაცნობოთ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წილობრივად 9.3% შეადგინა საშუალოდ და ეს ძლიერი პოზიცია 2026 წელსაც ფიქსირდება. მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ თვეში 7.9%-იანი ზრდა სტაბილურად შევინარჩუნეთ. ეს განპირობებულია სტრუქტურული გაუმჯობესებით და მაღალი პროდუქტიულობის მქონე სექტორებით, რაც ჩვენს ეკონომიკას სულ უფრო კონკურენტულ არიანს ხდის. ეს პროგრესი წამყვან საერთაშორისო შეფასებებშიც აისახება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს სავარაუდოდ ყველაზე მაღალ საშუალო ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს წლიური 5.1%-ით. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისთვის მზაობის 2025 წლის რეიტინგით საქართველოს საქმიანი გარემო მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანათა 4-ში, კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. მსოფლიოს საუკეთესო 10-ში ვართ რამდენიმე ძირითადი ბიზნეს ინდიკატორით. მსოფლიოში მეორე ადგილზე მოვიაზრებით ფუნქციონირებისა და დავების გადაჭრის ოპერატიულობით. გარდა ამისა, ჩენდლერის ჯეროვანი მმართველობის ინდექსში ხაზგასმულია საქართველოს ძლიერი ინსტიტუციური წყობა, რითაც ჩვენი ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის ნიშნით გლობალურ ლიდერებს შორის მოიაზრება. ეს ყოველივე ერთად აღებული მკაფიოდ აყალიბებს ერთ გზავნილს. საქართველოს მსოფლიოს თავაზობს სტაბილურ პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის. ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა. გლობალური ეკონომიკური რყევების მიუხედავად საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი შეთავაზებასთან მიმართებით 5.5-ჯერ მეტი იყო. ეს საქართველოს სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივისადმი ნდობის ძლიერი სიგნალია. განვაგრძობთ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას ჩვენი კაპიტალის ბაზრის შემდგომი გაღრმავების მიზნით. დაფინანსებული საპენსიო სისტემის დანერგვამ შედეგი უკვე გამოიღო და კაპიტალის მნიშვნელოვანი დაგროვება მოხდა ქვეყანაში. მართვის ქვეშ არსებული ფინანსური რესურსის ოდენობა 9 მილიარდ ლარს უახლოვდება. ეს ქმნის გრძელვადიანი ადგილობრივი ინვესტორების ძლიერ ბაზას. მტკიცედ ვრჩებით სტაბილური პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის კეთილგანწყობილი გარემო შენარჩუნების იდეის ერთგულნი. განვაგრძობთ რეფორმების განხორციელებას, რაც აუცილებელია მსოფლიო დონის კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის შესაქმნელად, რომელიც ემსახურება როგორც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ასევე თქვენს საინვესტიციო მიზნებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა მოაღრესად გაურკვეველი გლობალური გარემოს მიუხედავად მდგრადობა შეინარჩუნა. ზრდა ძლიერი ინფლაცია კი კვლავ მართვადი იყო და შენარჩუნდა საერთო მაკროეკონომიკური
ფინანსური სტაბილურობა. საგარეო პოზიციაც ზოგადად ხელშემწყობი იყო, ხოლო ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები კიდევ უფრო გაძლიერდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 57%-იან ზრდას შეადგენს. საქართველოს საფინანსო სექტორი კვლავ მყარი, მდგრადი და სტაბილურია და ისევ გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ორი უმსხვილესი ბანკი, მათ შორის TBC ბანკი, წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს სექტორის ძლიერ მაჩვენებლებს. ამავდროულად საფინანსო სექტორის შემდგომი დივერსიფიკაცია, განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრების განვითარების გზით. არსებითად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაფართოებლად და გრძელვადიანი მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად. საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა, ხოლო 2025 წელი ძლიერი და ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი წელი იყო. 2025 წლის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლიურად 33.3%-ით გაიზარდა. დღეს როგორც ბაზრის მოთამაშეების, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს კაპიტალის ბაზრის მიმართ მზარდ ინტერესს ვხედავთ, რაც მოიცავს როგორც სუვერენულ, ისე კორპორაციულ ობლიგაციებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გასულ წელს საქართველოს მთავრობასთან და კერძოდ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ ინვესტორებთან სხვადასხვა ქვეყანაში. შედეგები ხელშესახები იყო. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და დაგვეხმარება ბაზრის პოტენციალის ათვისებაში. Tegeta Holding-მა ეს პროცესი 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩვენ პირველად მივიღეთ მონაწილეობა კაპიტალის ბაზრებზე და 2025 წელს იყო ჩვენი მეორე ემისია. ეს არის არამხოლოდ წვდომა რაღაც შედარებით იაფ კაპიტალთან, არამედ მეორეს მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტის შექმნა ნებისმიერი კომპანიისთვის, რადგან ინვესტორები მოითხოვენ მეტგამჭირვალობას, უკეთეს კორპორატიულ მმართველობას და ისეთი ფუნდამენტის შექმნას, რაც ბიზნესის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ღონისძიება TBC კაპიტალის ორგანიზებით და ეროვნული ბანკის მხარდაჭერით იმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი ბანკები იღებენ.